თავისუფალი დემოკრატების ორგანიზაცია იზრდება, ძლიერდება და დღეს სწორედ რუსთავში, ქალაქში, რომლის მიმართაც არავინ არა ვართ გულგრილი, ჩამოყალიბდა ორგანიზაცია, გვაქვს ადგილი, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შევხვდებით, გავაწევრიანებთ ჩვენს სტრუქტურებში და რაც მთავარია, ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის 2016 წლის არჩევნებში. არის ძალიან ძლიერი გუნდი, არის ახალგაზრდათა გუნდი, რომელიც დარწმუნებული ვარ მთელ რუსთავს აამოძრავებს და დააყენებს საქართველოს მომავალი წარმატების სამსახურში. თავისუფალ დემოკრატებს ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ხედვა, რომელიც შეძლებს ისეთი ეკონომიკური სიმძლავრე გააჩინოს რუსთავში, რომელიც დაასაქმებს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, გააჩენს შესაძლებლობას, რომ იყოს რესურსი ადგილზე, რომ მეტი ბაგაბაღი კონდეს რუსთავს და ამის დეფიციტი არსებობს და რაც მთავარია, ღირსეულად მოვეპყროთ ჩვენს პენსიონერებს. ასევე გვაქვს ძალიან დიდი გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ მოახლოეს 1 წლის განმავლობაში არ დაგვრჩეს არც ერთი ოჯახი, არც ერთი უბანი რუსთავში ყურადღების გარეშე და მათთვის ჩვენი ხედვის წარდგენის გარეშე. მე მინდა პირველ რიგში რუსთაველებს მიულოცოთ დღევანდელი დღე. დღეს რუსთავში კოსტავას 9 ნომერში დაფუძნდა თავისუფალი დემოკრატების ოფისი, რაც ნიშნავს იმას, რომ 28 ოქტომბრიდან თითოეული რუსთაველის და თითოეული სამშობლოს მომავლის ბედით დაინტერესებული პირის ადგილი გახლავთ კოსტავას 9 ნომერში თავისუფალი დემოკრატების ოფისში. ჩვენ ერთად თავისუფალი დემოკრატები შევძლებთ იმას, რომ ჩვენი სამშობლო რა მდგომარეობაშიდაც დღეს გახლავთ, მოგეხსენებათ გამოვიყვანოთ კრიზისიდან და ვაქციოთ იმ ქვეყნად, რომელი ქვეყანაზედაც თითოეული ქართველი და საქართველოში მცხოვრები ადამიანი ოცნებობს. არის ის, რომ ნაკლებია ძალადობა, მაგრამ რაც ყველოცანა თავარი იქნება ის, რომ შევცადო რუსთაველებს, რომ დღეს ერთად ვართ აქ და მე მინდა ერთი რამე ვთქვა. ეს ქალაქი მთელი პოლიტიკური ველი გადააქციონ ორი ძალის იმის უფლება, რომ თავკუთარი შრომით. რუსთაველის თითოეული სამშობლოს მომავლის ბედით დაინტერესებული. ძალიან კარგი. მიღწევა შეგვიძლია მაქსიმალურად იმისთვის, რომ შევამსუბუქოთ.